მოგესალმებით ყველას, ძვირფასო მეგობრებო. ასე თქვა, დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის, სადაც ჩვენი სპორტსმენებისგან შედგენილი გუნდი ეჯიბრებოდა მსოფლიოში საუკეთესო 54 გუნდს. ჩემპიონატი იყო უპრეცედენტო დიდი. პრაქტიკულად ყველა ქვეყანას წარმოდგენილი ყავდა 2 ან 3 გუნდი. პრინციპში მე მგონი მარტო ჩვენ და შვედეთი ვიყავით თითო გუნდი წარმოდგენილები. როგორც იცით, ჩატარდა იტალიაში ეგრეთ წოდებულ კანალე ბიანკოზე. ეს არის დიდი ხელოვნურად შექმნილი არხი, რამდენიმე ათეული კილომეტრის სიგრძის, რომელიც გამოიყენება ზღვიდან სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე მელიორაციისთვის. ცნობისათვის ეს არხი ააშენა იტალიის დიქტატორმა მუსოლინი. როგორც ჩანს, ძალიან უყვარდა მაინც თავის ქვეყანა და ბევრი კარგი გააკეთა ამ ქვეყნისთვის. მოკლედ, ჩვენი ასპარეზობის შედეგები იცით ალბათ, ჩვენ დავიკავეთ 35 ადგილი 53 გუნდს შორის. რა თქმა უნდა, ეს ის შედეგი არ არის, რასაც ჩვენ ველოდებოდით ჩვენი ასპარეზობისგან. ჩვენი მიზანი იყო ათეულში მოხვედრა. თუმცა, გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ჩვენ ვერ მივახციეთ დასახულ შედეგს და მივიღეთ ის, რაც გვაქვს ახლა. იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ხალხი გულშემატკივრობდა ჩვენ გუნდს, ჩვენი სპორტსმენ-მეთევზე საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული ჩვენს აქაურ პერიპეტიებში, გვაკვირდებოდა, ძალიან გული შესტკიოდა ჩვენ გუნდზე და ამიტომ თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ ამ ხალხს, ჩვენ მეგობრებს, ჩვენ გულშემატკივრებს მივაწოდო ზუსტი ობიექტური ინფორმაცია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადმოსახედით, როგორც მე დავინახე ეს ჩემპიონატი, ჩვენი გუნდის ასპარეზობა, მივაწოდო ეს ინფორმაცია, რომ ყველა ის დადებითი თუ უარყოფითი მომენტი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, იყოს ცნობილი სპორტული თევზჭერის საზოგადოებისთვის. მოგეხსენებათ, ახლა ნამდვილად არ მინდა რომ რაღაცა თავის მართლების რეჟიმში ვისაუბრო, არა, ჩვენ ვიცოდით რომ რთული ტურნირი იქნებოდა, ყველა მსოფლიო ჩემპიონატი რთულია, ნებისმიერი. განსაკუთრებით კიდე ის ასპარეზობა, სადაც პრაქტიკულად ის თევზი ბინადრობს, რომელიც შენს ქვეყანაში არ ყავს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ამ გამოცდილებას დაყრდნობით ჩვენ დაახლოებით ვიცოდით რა შედეგებზე უნდა გავსულიყავით. მაგრამ მაინც შეგვხვდა რაღაცა გარკვეული სირთულეები, რომლებმაც უდაოდ უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა ჩვენი გუნდის ასპარეზობაზე. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ჩვენი მანქანის გაჩერება თურქეთის საზღვრებზე, როგორც საქართველოს საზღვართან, ისე საბერძნეთის საზღვართან, რის გამოც ძალიან უარყოფითი მორალური განწყობა იყო გუნდში. ნერვიულობდით ბიჭებზე, ნერვიულობდით იმაზე, რომ დროულად ვერ ჩამოვიდოდა აღჭურვილობა. და რა ვიცი, მე მგონი იმის შანსებიც კი იყო, რომ საერთოდ ვერ მიგეღო დროულად ეს ყველაფერი და მოკლედ საბოლოოდ ერთი სავარჯიშო დღე დავკარგეთ. პრაქტიკულად ვერ ვივარჯიშეთ ზონა A-ში, სადაც ამ 2 დღის განმავლობაში ასპარეზობდა ზაზა ხუციშვილი და მე ვიყავი კოორდინატორად. გარდა მაგისა, იყო რაღაცა გარკვეული დაღლილობის მომენტიც, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, როდესაც 3600 კილომეტრს გამოივლი პლუს ნერვიულობა შეხვდება, ესეთი დადებითი და ამაღლებული განწყობით შეხვიდე ასპარეზობაში. მაგრამ ჩვენ ეს მომენტები გადავლახეთ,
პრინციპში ამან საბოლოოდ მაინც ხა დიდი ზეგავლენა არ მოახდინა, რადგან მეორე დღესვე სამშაბათსვე შეუდექით ვარჯიშებს და სრულ სპორტულ რეჟიმში ჩავდექით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღე დავკარგეთ. მაგრამ მაინც ალბათ ეს დღე რო გქონოდა, ცუდი არ იქნებოდა ნამდვილად ჩვენთვის. შემდგომ პრინციპში მიზეზები, რის გამოც ჩვენ გაგვიჭირდა ამ არხზე ასპარეზობა, არის ობიექტური და ამ მიზეზებს ვერსად ვერ გავექცეოდით. თვით იტალიელებიც კი, რომლებიც არიან შერჩეულები სპეციალურად მთელი იტალიის ფიდერმენებისგან საუკეთესო 10 კაცი იყო წარმოდგენილი ტუბერტინის დაფინანსებით. ჩვენმა მეგობარმა armenმა როგორც გითხრა, ესენი არიან ყველაზე კარგი სპორტსმენები, ვინც კი ასპარეზობენ იტალიის ჩემპიონატებზე. უნდა გინახათ უბრალოდ მათი აღჭურვილობა. ძალიან გამორჩეულები იყვნენ ყველა სპორტსმენებისგან, ესე იგი სრულად დაკომპლექტებულები თავიდან ფეხებამდე ტუბერტინის აღჭურვილობით. პლატფორმა თვითონ ანკესებიც, ტუბერტინის კოჭები, ყველაფერი აბსოლუტურად, რავი, ძუებიც ალბათ ნემსკოვები, ყველაფერი ტუბერტინი ქონდათ. ტუბერტინის ოჯახი, ანუ ეს მოგეხსენებათ გვარია და აწარმოებენ ძალიან კარგი ბრენდია, აწარმოებენ ამ სათევზაოს აღჭურვილობას. ცნობილები არიან როგორც თვითონ იტალიაში, ასევე იტალიის ფარგლებს გარეთ. თვითონ ეს ოჯახი, ტუბერტინების ოჯახი, როგორც ვიცით, რაღაცა თავის ოჯახში მიიღეს ეს სპორტსმენები და როგორც ერთი ოჯახი ისე ცხოვრობდნენ, ისე ემზადებოდნენ ამ შეჯიბრებისთვის. არ დააიშურეს არც ფინანსები, არც დრო, არაფერი, რომ ოღონდაც იტალიელებს მოეგოთ ეს მსოფლიო ჩემპიონატი, რადგან ძალიან დიდი გამართლება, როცა შენ მოედანზე ტარდება ამ ხელა ღონისძიება და მაგრამ ვერა. გუშინ პირველ ტურში კარგად იასპარეზა ერთ-ერთმა იტალიურმა გუნდმა, მეორე ადგილზე იყო და მეორე ტურში იმდენად ცუდად იასპარეზეს, რომ მე-15 ადგილზე გადმოვარდნენ ეს ტუბერტინის გუნდი. ჩვენს ზონაში даже რამდენიმე იტალიელ სპორტსმენს ჩვენც მოვუგეთ. თუ არ ვწდები, არტურმა მოუგო გვერდზე მჯდომ იტალიელ სპორტსმენს. ეს რაზე მიუთითებს და რაზე მეტყოლებს ახლა ეს ყველაფერი? მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ურთულეს წყალსაცავი იყო. ურთულესი იმით, რომ თვით მასპინძლებმაც კი ვერ გააკეთეს ვერაფერი, იმდენად შეიცვალა სიტუაცია ტურებში და იმდენად განსხვავებული ვითარება დაგხვდა ჩვენ ტურებში, ვიდრე იყო ვარჯიშებზე, რომ პრაქტიკულად ის ვარჯიშები, რომლებიც ჩავატარეთ, ხა ვერ ვიტყვი, რომ არაფრის მომცემი არ იყო, ძალიან დიდი სისულელე იქნება, მაგრამ სტრატეგიაში პრაქტიკულად არაფრის მომცემი არ იყო რა. ჩვენ ვიცოდით რა დასაკვები გვინდოდა, რა ნემსკავები გვინდოდა, როგორი ცოცხალი კომპონენტები გვინდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტურში არაფერი არ ვიცოდით, როგორ უნდა გვეთევზაო. ესე იგი, პირველ ტურში რო შევედით, ის დისტანცია, სამუშაო დისტანციები, რომელიც იყო 14-დან 17 მეტრამდე, იყო გამორთული სრულიად. არ არის ლაპარაკი ხა იქ ერთი თევზის დაჭერაზე ან ორი თევზის დაჭერაზე, აქ არის ჭერაზე, რომელიც მიგიყვანს გამარჯვებამდე, ხო, ანუ ინტენსიურ ჭერაზე, ტემპში ჭერაზე. არ იყო. გამორთული იყო ის წერტილები და აქ უკვე თავი იჩინა იმ სპორტულმა გამოცდილებამ, რომელიც ჰქონდათ ზოგიერთ გუნდს, რომელმაც წარმატებას მიაღწიეს, აქ უკვე იჩინა იმ სპორტულმა გამოცდილებამ. თანმიმდევრობით რომ მოგიყვეთ, პირველ ტურში ძალიან კარგად იმუშავა დისტანციამ 6-დან 8 მეტრზე. პირველ საათებში, ვინც მიხვდა, რომ ამ დისტანციაზე უნდა გადმოსულიყო და არ დაიწყო იქ სხვადასხვა
თქვა 18 მეტრზე, 20 მეტრზე, 25 მეტრზე ან რაღაცა 12-11 მეტრზე ვინც მიხვდა რომ უნდა გადმოსულიყვნენ 7 მეტრიან დისტანციაზე, იმათმა დაიწყეს ჭერა. პირველ ტურში ხა ჩემ ზონაზე უფრო ვიმსჯელებ, იმიტომ რომ სადაც ვიყავი და იქ ვაკვირდებოდი, იტალიელი გადმოეწყო, იმიტომ რომ მათთვის ცნობილი იყო ეს დისტანცია, რომ ზოგიერთ სტრესულ ვითარებაში თევზი შემოდის ამ ქვებთან, რომელითაც დაფარულია ამ არხის ნაპირი. და ამ ქვებთან არის მასიურად მოგროვილი. როგორც კი გადმოვიდა იტალიელი და დაიწყო ჭერა, მაშინვე გადმოვიდნენ სხვებიც, ჩვენც მათ შორის, მაგრამ თუ არ იცი ამ დისტანციაზე როგორ უნდა იმუშაო, როგორ მოძებნო ადგილი, იმიტომ რომ მუდმივად ქვებში იჭედება სიმძიმეები, საკვებურები, ამ ქვებში როგორ იპოვო სათევზაო ადგილი. შლამიანი უნდა იყოს თუ ქვიანი. ნუ მოკლედ თუ არ იცი ეს დისტანცია და ათვისებული არა გაქვს, განწირული ხარ, ვერაფერს ვერ გააკეთე. იტალიელი, რომელიც გადმოეწყო ამ დისტანციაზე, ძალიან კარგად იჭერდა. პრინციპში მან მოიგო გუშინ ზონა A, 8 კილოთი. ძალიან კარგად იჭერდა და რა თქმა უნდა, ხე შტაბები მუშაობენ და ბევრი სპორტსმენი გადმოეწყო ახლო დისტანციაზე, მათ შორის ჩვენ გვერდზე მჯდომი აწუკე მსოფლიო ჩემპიონი, ჰოლანდიელი სპორტსმენი, რომელსაც პირველ საათში 0 ყავდა, ზაზას ყავდა 1 თევზი შუა დისტანციიდან და ამბიც ყავდა 0. მეორე საათის ნახევრამდეც პრაქტიკულად თევზი არ ყავდა, მაგრამ გადმოეწყო ახლო დისტანციაზე, დაიწყო მუშაობა, უყურებდით, ჩაკვება უცბად. სულ ვიცოდი სად რა ჰქონდა, რა კომპონენტები ჰქონდა, იმიტომ რომ აწონვაზე ის დასაკვების შემოწმებაზე ხო დავესწარი და ყველაფერი სად რა დაალაგა. შევიდა ტურში მხოლოდ ჯოკერით, დაჭრილი ჭიით, დაჭრილი აპარიში არ ჰქონდა საერთოდ და ასევე შევიდა პინკით, წითელი პინკით, რომელიც ეგრევე დაახრჩო. ანუ ძალიან მარტივად შევიდა, არაფერი რაღაცა მრავალკომპონენტიანი რაღაც ესენი გართულებული არაფერი, მარტივად შევიდა. ორი დასაკვები ქონდა ოღონდ, რაც ამოუხსნელია ჩვენთვის რატო და რისთვის და რომელი დასაკვებით მუშაობდა, როგორ ანაირად მე მგონი ორივე სდებდა, მე რამდენჯერმე რომ ნახე, ორივე სდებდა საკვებურაში, იმიტომ რომ შეიტანა უკვე იქ დახურა ყველაფერი პირსახოცებით და უბრალოდ მე ვიცოდი სად რა ედო დამახსოვრებული მქონდა და საიდან იღებდა დაუშვათ ხელის მოძრაობით ხდებოდი რას უკეთებდა ნემსკავზე. უკეთებდა მატილს, დიდ მატილს და პინკას. მაგრამ ყველა საინტერესო ის იყო, რომ ამ სპორტსმენმა როგორც კი დაკვება ეს ახლო დისტანცია, იმდენად ზუსტად მიაგნო სათევზაო წერტილს, რომ რაც კი რამე დაცურავდა ამ ტბაში, უცნაური ყველაფერი დაიჭირა. კეფალები, ლოქოები, კობრი, ფეხებთან წარმოიდგინეთ. ნუ ლეშაზე და პადლეშიგზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ესე იგი ამოკრიფა ყველაფერი რაც კი ჰქონდა. ბოლო წუთს ხო და ბოლომდე, ესე იგი შეჯიბრის ბოლომდე იჯდა მაგ დისტანციაზე. არ წასულა არსად. და მას მხოლოდ იტალიელმა მოუგო, რომელიც ახლო დისტანციაში თევზაობდა და ძალიან კარგად ისიც. მესამე საათის შემდეგ ახლო დისტანციაც გამოირთო. ანუ თავიდან ხო შუა არ მუშაობდა. მე უცბად ტყაპ, აი თითქოს ღილაკის დაჭერით გაითიშა ახლო დისტანცია. მორჩა. არაფერი აღარ მოდიოდა. მხოლოდ ჰოლანდიელი დარჩა ამ დისტანციაზე, ჩვენ გვერდზე მჯდომი. იმასაც ძალიან შეუსუსტა კენკვა, მაგრამ აი ჯიუტად იჯდა და აი შიგ რაღაცა დიდი ამოყავდა იქიდან რა. დიდი პიჩი გატოა ეს ლოქო, ეს კეთვიში. რაღაც კეფალები, რაღაცები, ანუ აი რაღაც თევზებს იჭერდა უცნაურად, ხო დიდებს რა. სულ ყავდა 13 თევზი. ზაზას ყავდა 14 თევზი და მას ყავდა 13 თევზი და 5 და რაღაც ქონდა წონა რა. საოცრებები ჩაატარა ამ ბიჭმა. აი კლასი გვაჩვენა რა, რასაც ქვი. და ჩაირთო შორი დისტანცია მეორე ნაპირის ქვებთან, პრაქტიკულად მეორე ნაპირიდან სადღაც 10 მეტრის დაშორებით, 5 მეტრის დაშორებით დაიწყეს თევზაობა სპორტსმენებმა
და აი ეს აღმოჩნდა აბსოლუტურად უცნობი თემა ყველასთვის. აი აქაურებით იტალიელები, არმენიც, უკრაინელი სპორტსმენიც, რომელიც ჩვენ გვეხმარებოდა ბოლო დღეში შტაბში შევიერთეთ, ისიც ამბობდა რა, რომ ასეთი რამე აქ არასდროს არ მომხდარა, რომ აი მანდ ვინმეს ეთევზაოს. არასდროს არ გითევზავიაო მანდო საერთოდ, აი აბსოლუტურად. და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ჩვენ ზას არ ქონდა მაგალითად შესაბამისი აღჭურვილობა, რომ ამ 60 მეტრიან დისტანციაზე ეთევზავა და ძლივობით გავდიოდით უფრო რბილი და დაბალტესტიანი ანკესებით. ძალიან ბევრმა სპორტსმენმა ამის გამო თევზი ვეღარ იჭირა. ვისაც ქონდა მომზადება, ქონდა შესაბამისი გამოცდილება, იმათმა ითევზავეს და იჭირეს თევზი. აი ასე დასრულდა პირველი ტური, სადაც ზაზამ აიღო მე-16 ადგილი თავის სექტორში და ძალიან კარგად იასპარეზა მამუკამ, სულ რაღაც გრამები დააკლდა პირველ ადგილამდე და ნორმალურად ითევზავეს არტურმა და ლაშამ. ლაშასაც პირველ ტურში უკვე ფაქტიურად მოყვანილი კეფალი გაექცა. ამოუხდა წყლიდან და მოიწყვიტა ნემსკავი, ძალიან გიჟი თევზია, არანორმალური თევზია. და ეს თევზი რო დაკარგა პირველი ადგილი ზონაში. იმიტომ რომ ამ თევზით აბსოლუტურად რეალური იყო მისთვის ერთიანი. ასე დასრულდა პირველი ტური. ხო, აღნიშნო რომ გიგა გაბრიაძეს 0, იყო, როგორც ჩანს, იყო რაღაცა ესეთი მკვდარი სექტორები და ასე ვთქვათ, ბედმა არ გაგვიღიმა და მაინდა-მაინც გიგას შეხვდა ასეთი მკვდარი სექტორი. ანალოგიური მკვდარი სექტორი შეხვდა ზაზა ხუცეშვილს მეორე ტურში, სადაც წინა დღეს დაჭერილი იყო კილო და ბოლო ადგილი იყო და ზაზამ დაიჭირა კილო და რაღაცა და ზაზაც ბოლო ადგილზე გავიდა, იმიტომ რომ ეს ზონა, ეს სექტორები იყო პირველად გაკეთებული ამ შეჯიბრისთვის, რადგან იტალიაში ამხელა ტურნირი არ ჩატარებულა ამ არხზე და ამ არხზე მოგეხსენებათ ყოველ კვირა ტარდება იტალიური ჩემპიონატის ტურნირები, სხვადასხვა ლიგებია მან, საკლუბო ლიგებია, მოყვარულთა ლიგებია, ტანდემები და უმაღლესი ლიგა, ეს არხი ძალიან დატვირთულია შეჯიბრებით. თევზი მიჩვეულია დასაკვებს, სპორტსმენთა იქ არსებობას და ყველაფერს და ამდენი ხალხი რო შეიკრიფა ამ ჩემპიონატზე დაამატეს, გააკეთეს ახალი ზონები გააკეთეს, სადაც ველური თევზი, ანუ იქ არ თევზაობს არავინ და პირველად ითევზავეს ამ ჩემპიონატზე სპორტსმენებმა და ზაზას სექტორი იყო ახალი სექტორი, რომელიც მიერთებული იყო ძველ სექტორებთან. და რო ნახოთ წონები ზაზას პოლო ზონაში, რო შეხვიდეთ და ნახოთ, იწყება 9 კილოდან თავიდან და ნელ-ნელა მოდის დაბლა 3 კილო, 2 კილო და ზაზას 1 კილოთი მთავრდება. ზაზას შემდგომ რაც იყო, იქ იყო დაბალი წონები, უკვე კილო, 2 კილო, კილონახევარი, აი ესეთი 500 გრამი და ასე შემდეგ რა. აი ზაზას არ გაუღიმა ბედმა რო იტყვიან და მოხდა, ესე იგი, ძლიერი ზონის კუდში პირდაპირ. ხო, ეს ორგანიზატორების მინუსია, თუმცა მინუსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ არ იცოდნენ ხა ვინ იცის როგორი კენკვა იქნება. პირობითად გაყვეს ეს ზონები და ის სუსტი ზონები მოყვა ძლიერ ზონებთან. და რა თქმა უნდა იქ ყველა განწირული იყო, ასევე მეორე ტურში ზაზას გვერდზეც ჰოლანდიელი იჯდა, რომელმაც აი ისევე გვაჩვენა როგორ უნდა ითევზაოს სპორტსმენმა, ძალიან მაგრა ითევზავა, მაგრამ იმის გამო რომ სუსტ სექტორში იჯდა, ვერ დადო სათანადო შედეგი და მაგათი გუნდიც ჩამოვიდა დაბლა, არა და ხუთეულში იყვნენ. მოკლედ აუმარჯოს ბიჭები ნენელა იღვიზებენ და მოკლედ ესეთი სიტუაცია იყო. მეორე ტური დაიწყო იმით, რომ ყველამ უკვე იცოდა და ყველას ეგონა, რომ უკვე შორი დისტანცია იყო მუშა დისტანცია, შუა დისტანცია არ მუშაობდა და ახლო დისტანცია მუშაობდა პირველ საათებში.
და ეხლა უყურებთ, რომ ყველა დაждდა, ესე იგი, ამ ახლო დისტანციაზე და არაფერი არ ხდება. არ მუშაობს. მუშაობდა შუა დისტანცია. თავის დროზე. შუა დისტანცია იყო, ასე იგი, ჩართული სადღაც პირველი 2 საათი, შემდეგ გამოირთო და ჩაირთო შორი დისტანცია. ახლო დისტანციას ამ 7 მეტრიანს, რომელმაც გუშინ იტალიელს გამარჯვება მოუტანა, პრაქტიკულად გათიშული იყო მეორე ტურში. შესაბამისად იტალიელების შედეგებიც ნახეთ. საშინელი შედეგი წააგეს ყველასთან ფაქტიურად. ვერ გადაეწყნენ შორ დისტანციაზე, კი გადავიდნენ, მაგრამ გადასვლა არ ნიშნავს, რომ იქ საკვებურას რომ ჩააგდებ, თევზი მოვა. იქ უნდა იცოდე როგორ იმუშაო იმ შორ დისტანციაზე. და ვინ იცოდა ეს? ჰოლანდიელებმა და ფრანგებმა. გვერდზე გვეჯდა, ესე იგი, ფრანგი სპორტსმენი მედაზაზას ასაკოვანი კაცი იყო, დაახლოებით 65 წლის, 67 წლამდე ალბათ რა. ესე ბაბუკაცი იყო რა. აი მედაზაზამ გაოცებულები უყურებდით, როგორი მასტერკლასი ჩაატარა ამ ბაბუამ. გინდათ ყორცნებში, ესე იგი, ისეთი მოქნევა ქონდა ანკესის, რომ თითქოს 20 მეტრში უნდა ჩაეგდო საკვებურა და ამ დროს საკვებურა მიფრინავდა ზუსტად წერტილში სვავდა 60 მეტრ დისტანციაზე, ერთი არ აუცელია აქეთ-იქით, ერთი არ ზედმეტად არ მოუქნევი არაფერი. უნდა გენახათ როგორ ამოყრას აკეთებდა, ესე იგი მედაზაზა ვაკვირდებოდით როგორ მუშაობდა ეს კაცი და მიხვდით რომ ამის გამოცდილება თუ არა გაქვს, ამას ვერ გაიმეორე. ესე იგი ანკესი ხოიდო ესე თითები მაქვს უიმიანი რა ქვია, დასაკვებიან. ანკესი ხოიდო ესე ქვივერი. აი ეს მათრახისებურ ამოყრას აკეთებდა და ისევ დებდა. ანუ თევზი რო წაარტყავდა ქვივერს მათრახისებურად უცბად ამოარტყავდა და ისევ დადებდა. ხა ჩვენ რას ვიზავდით ხო? წამოვიღებდით. არა, ამოარტყავდა, დადებდა სადგამზე ჯოხს, 2 წამი გაჩერდებოდა და მე ნელ-ნელა იწყებდა ამოქაჩოს და აი ესეთი მოძრაობები ნიშნავდა უკვე რომ თევზი იჯდა. 100%-იანი რეალიზაცია ქონდა. აი 100%-იანი რეალიზაცია ქონდა, როცა ჩვენ თევზის ჩარტყმაზე რეალიზაციები არ ქონდა. შორიდან დავიჭირეთ რამდენიმე თევზი. ხო, აი ნუ ეს არის გამოცდილება. ხა ჩვენ საბოლოოდ გავაანალიზეთ ჩვენი შეჯიბრების შედეგები და საბოლოოდ მიხვდით, რომ ესეთ რთულ წყალსაცავზე, სადაც დღეში ორჯერ იცვლება დინება, სადაც თევზი ამ დინებაზე სათანადოდ რეაგირებს და გადადის, გადმოდის სხვადასხვა ადგილებში. აბსოლუტურად არ რეაგირებს დასაკვებზე თუ არ უნდა იქ ყოფნა იმ მომენტში ტონა რო ჩაყარო არ მივა, გამორიცხულია. მხოლოდ იქ დგას, სადაც მისთვის კომფორტულია და იქ იკვებება. უნდა მოძებნო ეს ადგილები, უნდა შეარჩიო საკვებურები სათანადო, უნდა გქონდეს ყველა ჯოხი, ყველა დისტანციის ჯოხი მომზადებული წყვილად. უნდა იცოდე როგორ იმუშაო იმ მომენტში ცოცხალი კომპონენტით დაუშვათ, ხო? თუ თევზი პასიურია, როგორ უნდა მიაწოდო ეს ცოცხალი კომპონენტი, თუ თევზი აქტიურია, როგორ უნდა გააჩერო წერტილზე, რომ არ გაგექცეს ამ ცოცხალი კომპონენტით, რომელი უნდა მისცე, თქვა ჯოკერი მისცე, თუ დაჭრილი აპარიში, თუ დაჭრილი ჭიაყელა, თუ ნუ ეს ყველაფერი, ეს უამრავი, ესე იგი მრავალი უცნობის შემცველი განტოლების ამოხსნა, ხო, ჩვენ ვერ შევძელით. იმიტომ რომ ამას უნდა ასეთ წყალსაცავებზე, ასეთ ვითარებებში ბევრჯერ მოხვედრა, ბევრჯერ ყოფნა, დაკვირვება, შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რომ ვიფიქროთ აი ესეთი სირთულის ტურნირებზე სათანადო მაღალ შედეგებზე. კიდევ გავიმეორებ, თვითონ იტალიელებისთვის და მასპინძლებისთვის ეს ტურნირი აღმოჩნდა ფიასკო. ასეთივე ფიასკო მათ მოუვიდათ ოსტელატოში 2018 წელს, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა და სადაც იტალიის გუნდი იყო უძლიერეს შემადგენლობით. თითო სპორტსმენს 5-6 კაცი ედგა უკან. კოორდინატორები ისეთი მხარდაჭერა ქონდათ, მაგრამ ჩვენ მოუგეთ იმ ჩემპიონატზე იტალიელებს. იმდენად დიდი ფიასკო განიცადეს. ძალიან ძნელია გათვალო, რომ რას იზავს თევზი ტურებში. იმიტომ რომ
ჩვენი გათვლებით დაახლოებით 15 ტონა დასაკვები ჩაიყარა ვარჯიშებზე, დაახლოებით 2-3 ტონა ცოცხალი კომპონენტი ჩაიყარა და შეუძლებელია ამას თავისი ზეგავლენა არ მოეხდინა თევზზე, თევზის საქციელზე და თევზმა აბსოლუტურად სხვა საქციელი აჩვენა ტურებში. ვისთვისაც მასპინძლებიც კი აღმოჩნდნენ მოუმზადებლები და მით უმეტეს ჩვენ და ჩვენაერი გამოუცდელი სპორტსმენები. ჰოლანდიელები, რომლებსაც არ ვიცი რა ცოდნა აქვთ, როგორ იზრდებიან ეს ბიჭები, რა სათანადო არ ვიცი, სად იძენენ ამ გამოცდილებას, ცივ სისხლიანად დაამარცხეს ყველა. აი, ყველა სიტუაციას ერგებოდნენ იდეალურად, საოცრებები ჩაატარეს გუშინ ზაზას ზონაში 12 კილოგრამით მოიგო ჰოლანდიელმა ბიჭმა. აუღელვებლად რაღაცა ტაში დაუკრეს, რა ვიცი, ვლოცავდნენ და ისეთი აუღელვებელი და ესეთი რაღაცა ნორდიკული ის კონდა, რა ქვია, ცივსისხლიანი გამოხედვა, რომ მივხვდი, რომ ეს ადამიანი არის ძალიან მაგარი, ძალიან ბევრი იცის და მისთვის ეს გამარჯვება აბსოლუტურად არ იყო მოულოდნელობა, ეს იყო შედეგი იმ გეგმაზომიერი მუშაობის, რაც ამ გუნდმა ჩაატარა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. მოგეხსენებათ, შარშანაც ბულგარეთში მათ მოიგეს აბსოლუტურად განსხვავებულ წყალსაცავზე, სადაც წამყვანი თევზი იყო კარჩხანა და კობრი და იქაც ძალიან დიდი წარმატება ჰქონდათ და პირველი ადგილები აიღეს. მე და ზაზამ ვილაპარაკეთ კიდევაც იქნებ ვინმე ჰოლანდიელს რაღაცა ხელფასი გასამჯეროდ დაუნიშნო და კონსულტანტთან დავიყვანოს თქო რაღაცები გვასწავლოს. ნუ ალბათ ესეც ხდება, იმიტომაც ეპატიჟებიან გამოცდილ მწვრთნელებს გუნდებში, როცა სჭირდებათ რაღაც შედეგებზე გასვლა. იმიტომ რომ ჩვენი წელიწადში ერთხელ სიარული ესეთ ტურნირებზე კი გვაძლევს ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ძალიან გამდიდრებულები ჩამოვალთ მანდ, ძალიან ბევრი რამის მნახველები და მცოდნეები ჩამოდივართ და საერთოდ არ გვაქვს იმის განცდა, რომ რაღაცა მარცხი გქონდა, წარუმატებლობა გქონდა, ნამდვილად ბოლო ადგილზე არ გავსულვართ და მაინც ჩვენი ადგილი დავიმკვიდრეთ ამ უძლიერეს კლუბებს შორის, მაგრამ შეკითხვები ბევრი რო გვაქვს, არა, ამიტომ გჭირდება ისეთი გამოცდილი კონსულტანტი. იტალიელები არ გამოგვადგნენ კონსულტანტებად. იტალიის გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ასეთ ვითარებაში გამარჯვება მოეპოვებინათ. გაოგნებულები დარჩნენ თვითონაც. ამიტომ ჩვენ ესე ვთვლით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გამოცდილება შევეძინოთ. ჩვენი თაობა, რომელმაც საქართველოში დანერგა ფიდერით სპორტული თევზჭერა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ გამოტოვოს არც ერთი ჩემპიონატი, იაროს, მიუხედავად იმისა, მოვიგებთ თუ წავაგებთ, ჩვენ შევიძენთ ამ გამოცდილებას და გადავცემთ შემდეგ თაობებს. ჩვენი შვილები უკვე პლატფორმებზე იზრდებიან და არა ბამბუკის ჯოხებზე. ჩვენი ბიჭები უკვე, ჩვენი შვილები უკვე შეჯიბრებებზე გამოდიან და არ თევზაობენ აი ამ რაღაცა ჯოჯო მონტაჟებით, რომლებიცაც ჩვენ თევზაობდით, ხო, რაღაც კოპტონებით და ხუთი ნემსკავით და რაღაცა საშინელებებით, ხო, ჩვენმა ბავშვებმა იციან თევზის გაშვება, ჩვენმა ბავშვებმა იციან როგორია სპორტული რეჟიმი და დისციპლინა, როგორ უნდა დაუჯერონ მწვრთნელებს, როგორ უნდა იმუშაონ. აი მხოლოდ ესეთ პირობებში გაზრდილი სპორტსმენები შეძლებენ ალბათ აი ესეთ დიდ მსოფლიო გრანდიოზულ ტურნირებზე წარმატების მიღწევას. ჩვენ ამაში დავეხმარებით მათ. აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენც და ჩვენი შვილების თაობაც ხო იყოს წარმატებული ამ სპორტში. აბამაში რისთვის ეს 10 წელი ხო ჩვენ ბევრი ჩავდეთ ამაში და ჩვენ ველოდებით სათანადო შედეგებს. ასე რომ ყველაფერი კარგად არის, ნელ-ნელა ვემზადებით ჩვენი საყვარელი საქართველოსკენ გამოსამგზავრებლად, გვენატრება ჩვენი ოჯახები, მალე იწყება ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი, იწყება საქართველოს თასი, რომელიც არის ჩემი აზრით სუპერ ტურნირი, თავისი ფორმატით და თავისი, რა ვიცი, ესეთი ინტრიგით.
და ერთი სული გვაქვს, როდის ჩავებმევით ჩვენ მსოფლიო ჩვენ ადგილობრივ მსოფლიო მაგის თავში ჩვენ ადგილობრივ არაჩვეულებრივ ასპარეზობებში ყველას გისურვებთ წარმატებულ სეზონს ჩვენ გუნდს უსურვებთ მშვიდობით დაბრუნებას ძალიან კარგი იყო ძალიან დიდი გამოცდილებით დატვირთულები მოვდივართ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ ჩვენ ქონოდა წარმატება და ის შედეგი რაც დავდეთ იყო ლოგიკური იმ სიტუაციისთვის იმ გარემოებებისთვის რაც დაგხვდა შევეცდებით ამ ყველაფრის გაუმჯობესებას და დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გავაუმჯობესებთ ჩვენ ბელგია გველოდება წლის ბოლოს და შემდეგ წელს მე როგორც ვიცი პორტუგალიაში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი სადაც აბა გამოიცანით რომელი არის წამყვანი თევზი რა თქმა უნდა კარჩხანა ოღონდ კარჩხანა სადღაც კილომდე წონის და როგორც პორტუგალიელებმა ჩვენმა მეგობრებმა გვითხრეს თითო კაცის ნადავლი 50-დან 70 კილომდე მერყეობსო აი ესეთი წყალსაცავი გველოდება ჩვენ მომავალ წელს აი მანდ კი რაღაცა უნდა გავაკეთოთ აბა ყველას გემშვიდობებით და მალე შევხვდებით ერთმანეთს